გირჩის წარმომადგენელი, ერთ-ერთი ლიდერი და ამავე დროს თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია ახლა ჩვენთან ეთერში. ბატონო, დამთავრდა ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია სულ რამდენიმე წუთით და ეთერში ვერ ვილაპარაკებთ მოწოდებებით. რო შეაჯამოთ თავად თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ პირადად თქვენი და თქვენი პარტიის აქტივობით, რა სელით ხვალინდელი დღისგან და რატომ უნდა მოგცეთ ხმა ადამიანები? პირველ რიგში მადლობა გიორგი იმისთვის რომ ფაქტობრივად არჩევნებისთვის განკუთვნილ ბოლო წუთებში მაძლევთ ამის საშუალებას ამას ვაფასებ. კამპანიის კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ იმ რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ხელთ იყო ამ კამპანიის დასაწყისში, ჩემი აზრით მაქსიმალური გავაკეთეთ და რაღაცნაირად მე არ რჩება ახლა უკმაყოფილობის განცდა იმისი, რომ რაღაც ვერ გავაკეთე, ანუ უფრო უკეთესად რაღაცის გაკეთება ალბათ ყოველთვის არის შესაძლებელი. მაგრამ იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაში ჩვენ ვიყავით რა პირობებში ზოგადად მოგვიწია ამ კამპანიის ჩატარება, ჩვენ მე მგონი ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის დაგვენახებინა სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი სერვისი. ხო, თქვენი სარეკლამო კამპანია აშკარად ყველაზე შესამჩნევი გახდა, თუმცა ამ თვალსაზრისით გარკვეულ მომგებიან ვითარებაში იყავით იმ მხრივ, რომ უფასო სატელევიზიო რეკლამის შესაძლებლობა დაგრჩათ განსხვავებით სხვა პოლიტიკური პარტიებისაგან. მაგრამ ზოგადად ფონი საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით არჩევნებში არ მონაწილეობის მოწოდებების ნაწილში ოპოზიციურ ფლანგზე, რაც სერიოზულად ამცირებს შანსებს ოპოზიციამ რამე შედეგებს მიაღწიოს ერთობლივად ხვალინდელ დღეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რას ეყრდნობა თქვენი ოპტიმიზმი ან რაციონალური გათვლა? მე გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ ჩემთვის ცოტათი გაუგებარია, ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერიც და ლიდერებიც უკვე ციხეში არიან და რომელიც სხვა გზას ვერ პოულობს, რომ რაღაც გამოსავალი იპოვოს ხელისუფლებასთან, მას რო რევოლუციით ემუქრებოდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებდეს, ეს ჩემთვის გასაგებია. მაგრამ ჩემთვის გასაგები არ არის ის ამბავი, ვთქვათ, რატომ ხდება მოწოდება, რომ არ მიხვიდეთ არჩევნებზე, იმიტომ რომ დაუშვათ რაღაც არ გამოვიდა. ამ შემთხვევაში ხო, როგორც პარლამენტში ქართული ოცნება აღმოჩნდა მარტო. ზუსტად ასე აღმოჩნდება საკრებულოში თითქმის და ფაქტობრივად მარტო. ეს რატომ არის უკეთესი? იმ შემთხვევისა, როდესაც პირობითად ოპოზიციური ფლანგი გაძლიერებულია ოპოზიციური საკრებულოს წევრებით ადგილობრივ დონეზე. წარმოიდგინეთ, რამდენი თუნდაც ნაცმოძრაობის საკრებულოს სხვადასხვა წევრი, რომლებიც იყვნენ აქამდე საკრებულოს წევრები, ჰქონდათ გამოცდილება, რაც შეეხება თან ქართულ ოცნებასთან ბრძოლას. და ეს ხალხი რო თამაშგარე დარჩა ფიზიკურად. მე ვერ ხვდები, რატომ არის ეს საერთო ბრძოლისთვის უკეთესი და რაც თავარია ხვალინდელი დღე. ახლა ჩემ წინ ბატონი გახარია იყო და ის ფაქტობრივად ემიჯნება გმობს და ასე შემდეგ შეება ამას. მე ამ დღის ის არ მომწონს, რომ ჩემს მხარდამჭერებს, ანუ ადამიანებს, რომელსაც ოპოზიციამ შეიძლება მხარი დაუჭიროს, თავს აკავებინებს ამისგან, იმიტომ რომ ვიღაცა ეუბნება რა დროს არჩევნებია. მაგრამ ჩვენ ხო თავს არ ვიკლავთ, ანუ პასუხისმგებლობას ჩვენ არ ვიღებთ ამ მიტინგზე. არ ვიცით არაფერი ჩვენს მომხრეებს, ამიტომ ვერ მოუწოდებ, იმიტომ არ ვიცი რა ხდება და რა მოუწოდო, რაზე ავიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენ ხო არ ყოფილვართ რაღაცა გამოვარდნილი სიტყვაზე ბრძოლით, რომ რაღაც იგ ვინც აპირებს მისვლას ის სამშობლოს მოღალატეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და აქედან გამომდინარე ცოტა გაუგებრად გვეჩვენება ზოგადად ეს ნაწილი და ვფიქრობ, რომ ასე ჩუქება ქართული ოცნებისთვის ოპოზიციური ადგილების საკრებულოში არაფერ შუაში არ არის მიუხედავად იმისა, რომ სულად გასაგები მოტივი შეიძლება გქონდეს იმისი, რომ რა ვიცი ქართული ოცნება დაამხო, რა ვიცი შეიძლება შენ თქვენ რა ბრძოლებიც აქვს და თქვენ კი არ გეუბნებით ამ შემთხვევაში, ანუ ნაცმოძრაობას და ქართულ ოცნებას რა ბრძოლებიც აქვს ერთმანეთთან. იქ რომ ვიღაცამ ერთმანეთის დამხობა მოინდომოს რა გასაკვირია, იმიტომ რომ ერთი მეორეს იჭერს და გინებამიდის უკვე 4 წელია და როდესღაც რაღაც ხო უნდა შეიცვალოს, მაგრამ აი უკან დასახევი გზის არ დატოვება იმისთვის, რომ აი იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ისე არ წავიდა, როგორც წავიდა, საერთოდ მარტოტოვე ყველგან ქართულ ოცნებას, რატომ? რატომ მოდით მე არგუმენტებს ჩამოგითვლით, რომელიც ხშირად ამ დროს გამოიყენება თქვენი მსგავსი პოზიციების საწინააღმდეგოდ. პირველი ამ შემთხვევაში ეს ადამიანები თვლიან, რომ ქვეყანა სწრაფად გავს ნაბიჯებს ტოტალიტარიზმისკენ, არა ავტოკრატიის კონსოლიდაციისკენ, არამედ ვითარებისკენ, სადაც პოლიტიკური აქტივობისთვის ყველა სივრცე იკეტება. ბიზნესით დაწყებული, არასამთავრობოების, მედიით, ქუჩაში პოლიტიკური აქტივობის თუ ასე შემდეგ. ამაში ლოგიკა არა, იმიტომ რომ კანონები აბსოლუტურად არაადეკვატურად მკაცრდება პოლიტიკურ აქტივობებზე, აქტივიზმზე იმხელა ჯარიმებია, რომ საერთოდ წარმოუდგენელია. ადამიანები ციხეში არიან სრულიად დაუმსახურებლად, აბსოლუტურად უდანაშაულოდ. აგერ 2 დღის წინ დაიჭირეს აქტივისტი, ასევე გირჩის სხვა გირჩის წარმომადგენელი, ვიღაცა ერთი ადამიანის ზეპირი ჩვენები თითქოს მათ მოტეხა ხელი და ასე შემდეგ და 4 წლიან
4-დან 6 წლამდე მუხლით უშვებენ. ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად მძიმდება. ამ დროს ყავს კობახიძე, რომელიც ამ მიმართულებით კიდევ უფრო შესაშინებელ დასაშინებელ სიგნალებს უშვებს და ხედავთ რომ ეს სიტუაცია მიდის ისე რომ არანაირი დამაპყრობებელი შემაფერხებელი ბერკეტები არ მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების. და ეს ხალხი თulis რომ თუ ესია საქმე ამას დაერქვას თავისი სახელი და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებიც იყო შესაბამისი. ამიტომ ეს არ არის არჩევნები, დღეს სხვა შორის ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვა რომ ეს არის დიქტატურის პირობებში ჩატარებული ფარსი ისევე როგორც რუსეთში. აი ეს არის თავარი არგუმენტები ამ შემთხვევაში. თქვენ უფრო ოპტიმისტურად უყურებთ როგორც ჩანს სიტუაციას ამ ხრივ, ამიტომაც მიგაჩნიათ რომ არსებული პოლიტიკური ინსტიტუტების რესურსების გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია. არა, მე ზოგადად უბრალოდ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ხედავ თვით დაზიანებას და გნებავთ რუსულ ოლიგარქიასთან, გნებავთ ერთპიროვნულ მართლობას, რასაც გინდა იმასთან ბრძოლას შორის. იმიტომ რომ მე ვერ ხვდები მაგალითად თუნდაც ის რომ ჩვენმა აგერ არჩეულმა მე-11 პარლამენტის წევრებმა რომ უარი თქვეს ოპოზიციონერებმა მანდატებზე დათმეს და ყველაფერი ქართულ ოცნებას მიუგდეს, რაში შეუშალა ხელი ქართულ ოცნებას, ჯარიმას ვერ წერენ, ვერ ამკაცრებენ კანონებს, ანუ ფიზიკურად ის რომ ჩვენ არ დავტოვეთ ერთი შერკინების ადგილი, სადაც 60 ოპოზიციონერი დეპუტატი მართლა თუ სწორად იქნებოდა შერჩეული, არა ისე როგორც იყო შერჩეული, სწორად თუ იქნებოდა შერჩეული, ანუ ხო ბევრად უფრო გართულდებოდა და წარმოიდგინეთ აი 60 დეპუტატი სადღაც რო იბრძვის და გარეთ რო ქუჩაში ხალხი ამას ზურგს უმაგრებს, ანუ საკუთარი რჩეული დეპუტატების დასაცავად არ უნდა გამოვიდეს ხალხი ქუჩაში. ანუ ზოგადად მე არ ვიცი, არ მახსენდება ასე გამოსული ხალხი ქუჩაში რომელიც როგორ გითხრათ, არც წინასწარ არ არის მომზადებული შესაბამისი იდეით, რომელსაც პარლამენტში იქნება თუ სადღაცა სადაც პოლიტიკოსები წინ დგანან და რაღაცას წინ მიუძღვებიან. ანუ ეს ხო უფრო ართულებს იმ მომოცანას, რომელსაც ქართული ოცნების დამარცხება ქვია. და შესაბამისად ჩემთვის ეს იყო რომ და თან ყველაფერს თავიდანვე შეუთანხმებლობა. ანუ იმ შემთხვევაში როცა იცი რომ ეს თამაში არ გამოგდის. მაინც თქვენ 4-დან ვინც პირობითად იყავით აი ამ ბოიკოტის და ასეთი რაღაცეების მებაირახტე, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ უცბად აღმოჩნდა რომ ორი შუაზე გაიყო, ორი ერთ მხარეს წავიდა და მეორე ორი გადის თამაშიდან და ამბობს რომ იცით რა, საერთოდ ნუ მიხვალთ ოპოზიციონერო ამორჩეველო არჩევნებზეო. და მოდითო დავამხოთ ხოცებიო. ნუ კი ბატონო, აი 4 საათია, პირობითად 8 საათამდე გაირკვევა ანასე მიდის საქმე, ანის უნდა ხალხს დამხობა, არ უნდა დამხობა, რაღაცა ხდება. აი უცბად რომ შუაგზაზე გაირკვეს, რომ არ არის ჯერ ხალხსაზოგადოება ამისთვის ცოტა დრო ჭირდება, მეტი მუშაობა ჭირდება, მეტი დისკუსია ჭირდება, რაღაცა სხვა ჭირდება. ჩვენ ხო ამ შემთხვევაში ხელიდან გავუშვებთ კიდევ ერთ ტრიბუნას, რომელიც ოპოზიციის ხელში, ხა მე დიდი გულშემატკივარი კობახიძის კონსტიტუციის არ ვარ, მაგრამ კონსტიტუციური მექანიზმების არაღიარება საერთოდ და გასვლა ბოლომდე ამ თამაშიდან. მაშინ როდესაც სათანადო მუხტი ქუჩაში არ გაქვს და სათანადოდ არ გაქვს არც როგორი ვთქვა პოლიტიკური სპექტრი მომზადებული, არც შენი გულშემატკივარი მასე არ მოგყვება. ხვალ დავინახავთ რაღაც სურათს, ხო? ჩვენ რაღაცას დავინახავთ, მაგრამ იმ მარტო იმის იმედად ყოფნა რომ გასაგებია. ხვალ დამთავრდება ყველაფერი, ხო, რაციონალური არ არის. მინდა დარჩენილი 2 წუთი კიდე გამოგაყენებინოთ უკვე უშუალოდ თქვენი ამომრჩევლისადმი, ან პოტენციური ამომრჩევლისადმი მიმართვისთვის ეს ნაწილი ასევე ჩვენი ვალდებულების შეგიძლიათ მიმართოთ. ნუ მე ჩვენ მე მგონი ყველაფერი გავაკეთეთ ამ პერიოდის განმავლობაში და დაგვერწყმუნებინა ადამიანები რომ მოსულიყვნენ ჩვენთვის და მხარით დაეჭირა. ერთგვარად ეს არის მათ შორის ჩემი პირადი 10 წლიანი მუშაობის შეჯამება. მე 10 წლის წინ მოვედი პოლიტიკაში, 10 წლის და ამ 10 წლის განმავლობაში ვერავინ ვერ იტყვის რომ გირჩმა ოდესმე თქვა შეგნებული ტყუილი. ოდესმე საკუთარ სიტყვებზე პასუხს არ ვაგებდით. ოდესმე როგორ გითხრათ, ოდესმე უარი ვთქვით ვინმესთან დისკუსიაზე. მაშინ როდესაც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა განსაკუთრებით ეს ლელოს ეხება მათი კანდიდატი ფაქტობრივად დაიმალა მედიაში, რომელიც ფაქტობრივად მის მიმართ მეგობრულად განწყობილმა ტელევიზიამ გააკეთა დებატებში. ფაქტობრივად გუშინ ჩემს მიერ დაგსმულ შეკითხვაზე იგივე პასუხი და გასცა, რაც ცოტა ხნის წინ როცა ნიკამელიას ფული საიდანო ვეკითხებოდით. და უბრალოდ მე მგონი ქართლისელებმა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან გასაგებია ის განსხვავება, რომელიც არსებობს გირჩის პოლიტიკოსებს ზოგადად, გირჩის როგორც მოვლენას და ქართულ პოლიტიკოს სპექტრში არსებულ სხვა ძალებს შორის. ამიტომ მე მინდა რომ ადამიანებს ვთხოვო მხარდაჭერა იმისთვის რომ ჯერ ერთი დააფასონ ჩვენი 10 წლის ნამუშევარი, 10 წლის თანმიმდევრულობა ესე რომ ვთქვათ და მეორე ყველაფერს რო თავი დავანებოთ აი იმ ქმედებამ, რომელიც ლელომ ჩაიდინა თუნდაც საკუთარი პარტნიორების წინაშე, მე მგონი გამარჯვება არ უნდა პოვოს. იქიდან გამომდინარე რომ აი ის რაც ჯერ რო ნაცები 4 პარტია ხმარ დაიკარგოს და მე რო იმასაც კი ვერ ამბობ რომ მე რო ვიყო ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იქნება, ან მინიმუმ თავიდან გავასამართლებთ. ახალი სასამართლო იქნება, რაღაცას გავაკეთებთო.
ჩემი აზრით მინიმუმ იმ ხალხის მხარდაჭერას არ იმსახურებ, რომელიც აი როგორ გითხრა, იმ 4-5-9-25-ის რა იდეაც არ უნდა ქონოდა მას, მის მიმართ იყო ლოიალური და მე მინდა რომ იმ ხალხს რომელიც თქვა აქციაზე აპირებს მისვლას, რაღაცნაირად ვთხოვო რომ კი ბატონო აქცია მე თქვენ ვერ დაგიშლით, ანუ მე ვერ დავუშლი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს, წავიდნენ აქციაზე და რა ვიცი ნებისმიერ ამე ცადონ თავიანთი ლიდერის გამოსაყვანად, მაგრამ მე ერთ ამაზე მინდა ეს ხალხი დავაფიქრო რომ ან არჩევნებზე მისვლამდე, ან აქციაზე მისვლის მერე, ნუ იზამთ ისე რომ როგორც პარლამენტში აღმოჩნდა ყველა ბერკეტი ქართული ოცნების ხელში, ისე აღმოჩნდეს ადგილობრივი საერთაშორისო მადლობა იაგო ხუჩიას, მე მას ვემშვიდობები.